მოგესალმებით. ვიწყებთ ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდს, რომელიც მშვიდობის შენებლობას და კონფლიქტებს ეხება. დღეს ვესაუბრებით მარია ფოგელბახერს და იზაბელ პრინციკს, რომლებიც შვეიცარიაში მოღვაწე ორგანიზაცია Swiss Peace წარმოადგენენ. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო საუბარი გვექნება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მშვიდობისა და კონფლიქტების შესახებ სტრატეგიულ კომუნიკაციას შეეხება. არსებითად ეს ფართო საზოგადოებასთან მშვიდობის თემაზე კომუნიკაციას მიმოიხილავს. ჩვენი ორივე სტუმარი Swiss Peace კომუნიკაციების გუნდს წარმოადგენს. მარია და იზაბელ, მადლობა რომ ჩვენთან ხართ. მადლობა მოწვევისთვის. მარია და იზაბელ, პირველი შეკითხვა ესეთი იქნება. ესმის თუ არა საზოგადოების სხვადასხვა ფენას მშვიდობა ერთნაირად. არსებობს თუ არა განსხვავებები სქესის, ასაკის, სოციალურ კლასისა და სხვა ნიშნების მიხედვით. კიდევ უფრო მეტსაც ვიტყოდი. ვფიქრობ, რომ მშვიდობა საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ერთნაირად არ ესმით. უფრო მეტიც, მშვიდობა ძალიან ინდივიდუალური ცნებაა. ყველა ჩვენგან სულ სამნიც რომ ვიყოთ, ალბათ მშვიდობის ცნება სრულიად განსხვავებულად ესმის. მე და იზაბელი ხშირად ვატარებთ პრეზენტაციებს Swiss Peace-ის საქმიანობის შესახებ განსხვავებული აუდიტორიებისთვის, რომლებსაც სწორედ ამ კითხვით ვიწყებთ. პრეზენტაციის დასაწყისში აუდიტორიას ვეკითხებით, რაზე ფიქრობთ, როცა სიტყვა მშვიდობა გესმით? პასუხი ყოველთვის განსხვავებულია. ბევრი მშვიდობას ძალადობის არარსებობასთან აიგივებს. ამას მშვიდობის მშენებლობის სფეროში უარყოფით მშვიდობას ვუწოდებთ. უარყოფითი მშვიდობა განსხვავდება ეგრეთ წოდებითი დადებითი მშვიდობისგან. უარყოფითი მშვიდობა აღწერს მდგომარეობას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის და ძალადობის შეჩერების შემდეგ დგება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვსურს. აქ გაჩერება არ გვინდა. მშვიდობა ასევე ნიშნავს სამართლიან საზოგადოებას. ზოგისთვის მშვიდობა გენდერულ თანასწორობას მოიაზრებს, ან გარეთ უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას. შეიძლება მშვიდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას მოიცავდეს, ან განცდას, რომ საზოგადოებას ან ერს ეკუთვნის. იზაბელ, რამეს ხომ არ დაამატებდით? სამშვიდობო პროცესების შესახებ უკანასკნელი კვლევების თანახმად, მშვიდობის შესახებ სხვადასხვა დეფინიციები შეიძლება არსებობდეს, რომლებიც პარალელურად თანაარსებობენ. ამრიგად, მშვიდობა ერთ კონკრეტულ კონტექსტში აუცილებლად არ შეიძლება გაიგივდეს მშვიდობასთან სხვა კონტექსტში. დიახ, რადგან უკვე თანხმდებით, რომ უარყოფითი მშვიდობა ძალადობის არარსებობას ნიშნავს, მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება პოზიტიური მშვიდობის შესახებ მესიჯების მიტანა საზოგადოებამდე? და შეიძლება თუ არა ეს მესიჯი იყოს უნივერსალური, თუ ყოველთვის უნდა იყოს კონტექსტის და დროის შესაბამისი? რთული შეკითხვაა. ზოგადად ვთანხმდებით, რომ ყველა სამშვიდობო ინიციატივა, მათ შორის კომუნიკაცია, კონტექსტს უნდა ითვალისწინებდეს. უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს მშვიდობის სხვადასხვა კონტექსტი, რომლებიც თანაარსებობენ. როცა ამ კითხვაზე ვფიქრობდით, დავასკვენით, რომ არსებობს მესიჯები, რომლებზეც ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ. ასეთია, მაგალითად, არ ავნო, შეიარაღებულ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ. ეს სწორედ ის გზავნილებია, რომლებზეც შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც კუთხით უნივერსალურია. ამ მესიჯებს თან ახლავს მშვიდობის ის გზავნილები, რომლებიც კონტექსტზეა მორგებული, ადგილობრივ გარემოს, ენებს და კულტურებს ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის განსხვავებული განმარტებები არსებობს, ვფიქრობ, მაინც შეგვიძლია გამოვყოთ საერთო მახასიათებლები, რომლებზეც ვთანხმდებით. მაგალითად, ცოტა ხნის წინ Swiss Peace-ში კვლევითი პროექტი ჩავატარეთ. პროექტის ფარგლებში მშვიდობის მშენებლობაში ჩართულ სხვადასხვა სპეციალისტს ვთხოვეთ. შეერჩიათ გამოსახულება, რომელიც მათთვის მშვიდობას განასახიერებდა.
ეს იქნებოდა გამოსახულებაზე დაფუძნებული განმარტება. რამდენიმე საინტერესო პატერნი გამოვლინდა. მაგალითად, ადამიანები ირჩევდნენ ხელუხლებელი ბუნების გამოსახულებებს: თები, წყალი, შესაძლოა ზღვა. არსად არ ჩანდნენ ადამიანები, რაც თავის მხრივ ნეგატიური მშვიდობის ცნებასთანაა დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ელემენტები, რომლებზეც ვთანხმდებით, რომ ბევრი ჩვენგანისთვის მშვიდობას განასახიერებენ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ბევრის შერჩეულ გამოსახულებაში მტრედიც ფიგურირებდა. ეს თეთრი ფრინველი ყველგან იყო. დიახ, საინტერესოა. იმედია, მეც მოვისმენ მშვიდობის შემებლობის ვიზუალური ასპექტის შესახებ. როგორც ვიცი, ამ კუთხით სვისფისიც ბევრს მუშაობს. თქვენ მშვიდობის შემებლობის სპეციალისტები ახსენეთ. როგორ განსხვავდება მშვიდობის შემებლობის ციფრული მეთოდები ტრადიციული პრაქტიკისგან. და ასევე საინტერესოა, არის თუ არა ეს აბსოლუტურად განსხვავებული სფერო. თუ ის უბრალოდ ავსებს უკვე არსებულს და როგორ განსაზღვრავდით ამ სფეროს, როგორც კომუნიკაციის სპეციალისტები. ნაწილობრივ კითხვას უკვე უპასუხეთ. ვიტყოდი, რომ ისინი ერთმანეთს ავსებენ. მშვიდობის მშენებლობის ციფრული მეთოდები მშვიდობის მშენებლობასა და ტექნოლოგიას შორის კავშირს მოიაზრებს. ციფრული ინსტრუმენტებით დიალოგის ხელშეწყობაა შესაძლებელი. შესაძლებელია სოციალური მედიის მონიტორინგი კონფლიქტის პრევენციისთვის ან ადრეული გაფრთხილებისთვის. ამ შემთხვევებში მშვიდობის მშენებლობის ტრადიციულ პრაქტიკას ციფრული ინსტრუმენტებით ვახორციელებთ. არ ვიტყოდი, რომ ამ ორ სფეროს შორის აბსოლუტური განსხვავებაა. განსხვავდება ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებთ. მშვიდობის მშენებლობის ტრადიციულ მიდგომაში მნიშვნელოვანია პირისპირ კონტაქტი, ადამიანების ერთსა და იმავე სივრცეში ყოფნა. რაც შეეხება ციფრულ მიდგომას, როგორც ამას სახელწოდებაც მოიაზრებს, ციფრულ ინსტრუმენტებს ვიყენებთ. თუმცა ციფრული მიდგომის მიზანი ტრადიციული მიდგომის ჩანაცვლება არ არის, იმიტომ რომ ბევრი რამ ფიზიკურ სივრცეში უნდა მოხდეს, ან უბრალოდ ამის გაკეთება ფიზიკურ სივრცეში უფრო მარტივია. ასეთია მაგალითად ნდობის გაძლიერება. გაცილებით ადვილია სხვა ადამიანი გაიცნო და მის მიმართ ნდობა ჩამოგიყალიბდეს, თუ ეს ადამიანი შენ წინ ზის და არ არის ეკრანზე გამოსახული, ასეულობით კილომეტრის დაშორებით. მშვიდობის მშენებლობის ციფრული მიმართულება ტრადიციულ მიდგომებში ონლაინ მეთოდების ინტეგრაციას მოიაზრებს. დიახ, იზაბელ, თქვენ ხომ არ დაამატებთ ამ კუთხით თქვენს დაკვირვებებს? დიახ, შემიძლია მარიას ნათქვამს დავამატო. COVID-ის დროს ყველა ჩვენი აქტივობის ონლაინ სივრცეში გადატანა მოგვიწია, რამაც ნდობასთან და ნდობის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები წამოჭრა. მე და ჩემს კოლეგებს მიგვაჩნდა, რომ ეს უფრო დიდი გამოწვევა იქნებოდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფის წევრები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. თუ მანამდე ერთმანეთს შეხვედრილი ვიყავით, მაშინ ონლაინ სივრცე უკეთესად მუშაობდა, ვაგზელებდით პრეზენტაციებს, დიალოგებს. მაგრამ თუ ახალი ჯგუფი გვყავდა, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად ჯერ არ შეხვედრილან, ონლაინ გარემოში ნდობის მშენებლობა უფრო რთული იყო. ასეთი გამოცდილება გვქონდა. დიახ, მეც როგორც მშვიდობის შემებლობის სფეროში ჩართულმა ადამიანმა შემიძლია დავადასტურო, რომ COVID-ის დროს ბევრი გამოწვევა ჰქონდა, რადგანაც ფიზიკურ გარემოში შეხვედრებს ორგანიზება არ შეგვეძლო. ამ დროს ციფრული ინსტრუმენტების უნივერსალური სარგებლობის შესახებ შეხედულება რაღაც კუთხით გადაიხედა კიდეც. ციფრული მეთოდები ტრადიციული მიდგომის ფარგლებში არსებული ინსტრუმენტებია და სოფლის ჩვენ ნაწილში მაინც სოციალური მედია აქტიურად განეხილება მშვიდობის მშენებლობის კონტექსტში. არსებობს სიტუაცია, როცა ადამიანების ერთი ჯგუფი მეორე მხარისთვის საკმაოდ პოზიტიურ მესეჯებს აგზავნის და მესეჯების გაგზავნას ცდილობს.
მაგრამ ამავდროულად ასევე არსებობენ ინდივიდები და მათი კომენტარები სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე, რომლებსაც ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადააქვთ. ჩემი კითხვა, სად უნდა მოვიაზროთ სოციალური მედია ამ ციფრულ ინსტრუმენტებს შორის? და არის თუ არა ის უფრო გამაერთიანებელი თუ უფრო დამყოფი? ვფიქრობ ორივე. ის შეიძლება მშვიდობის მშენებლობისთვის დამატებითი საფრთხე იყოს. მეორე მხრივ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. როგორც მარიამ აღნიშნა, ის მშვიდობის მშენებლობის ტრადიციულ ტექნიკებს ავსებს. სოციალური მედიის გამოყენებით უფრო მეტ ადამიანს უფრო სწრაფად შეგვიძლია დავუკავშირდეთ. მარტივია უფრო დიდი აუდიტორიის მოცვა. შესაძლებელია ინკლუზიურობის დაცვა და მესიჯების სხვადასხვა ჯგუფში გავრცელება. მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ყველა არხი გამოვიყენოთ. მაგრამ სოციალური მედიის გამოყენებისას სტრატეგიული მიდგომაა საჭირო. ის სტრატეგიული კომუნიკაციის კონცეფციის და დაგეგმვის ნაწილი უნდა იყოს. სოციალური მედიის სასარგებლოდ გამოყენება ადრეული გაფრთხილების და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებშიცაა შესაძლებელი. სოციალური მედიის გამოყენებით შესაძლებელია ძალადობრივი ინციდენტების შესახებ შეტყობინება, მონაცემების მოგროვება, რაც ადრეული გაფრთხილების სისტემებისთვისაა საჭირო. ეს სოციალური მედიის გამოყენების კიდევ ერთი მხარეა. რაც შეეხება სივრცეს ონლაინ დიალოგისთვის, რაც თქვენ ახსენეთ, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვან დამატებით სივრცეს ქმნის, სადაც ადამიანებს ურთიერთობა შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამის მონიტორინგს და მოდერაციას ექვემდებარება. დიახ. კამპანიები ვახსენეთ. შეგვიძლია ამ საკითხზე კომუნიკაციების პერსპექტივიდანაც ვისაუბროთ. კონფლიქტისა და მშვიდობის მშენებლობასთან კავშირში რამდენიმე წარმატებული კამპანიის მაგალითი არსებობს. ასევე არსებობს ნაკლებად წარმატებული მაგალითები. ამიტომ საინტერესოა მოვისმინოთ თქვენგან რა უწყობს ხელს კომუნიკაციების კამპანიების ეფექტიანობას და რამ შეიძლება ის არასასრულებელი მიმართულებით წაიყვანოს. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ვფიქრობ კამპანიას პირველ რიგში ეფექტიანს ხდის. ნებისმიერ კამპანიას ერთი და იგივე საფუძველი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ კამპანიის მესიჯები იყოს თანმიმდევრული. უნდა არსებობდეს მკაფიო მთავარი გზავნილი. კამპანია უნდა იწვევდეს ემოციებს, უნდა იყენებდეს მკვეთრ ვიზუალურ მასალას და ჰყავდეს მკაფიოდ განსაზღვრული აუდიტორია. თუმცა, როცა კონფლიქტსა და მშვიდობის მშენებლობაზე ვსაუბრობთ, უფრო მეტი რამ უნდა გავითვალისწინოთ. მნიშვნელოვანია სიფრთხილე, რადგანაც არ გვინდა ვინმეს ვავნოთ. როგორც თქვით, ადვილია კამპანიამ კრახი განიცადოს, თუ ყურადღებას არ გამოიჩენთ. თუ კამპანიის მესიჯები არაზუსტია, იწვევენ პოლარიზაციას ან უპატივცემულობას გამოხატავენ კონფლიქტის ზოგიერთი მხარის მიმართ, ამ შემთხვევაში შეიძლება სანდოობა დავკარგოთ, ან უფრო უარესი, უკვე არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო გავაღვივოთ. პრიორიტეტი ადგილობრივი დინამიკის კარგად გაგებას და ნდობის და ემპათიის გაღვივებას უნდა მივანიჭოთ. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი კონფლიქტის მიმართ სენსიტიურობაა. კონკრეტულ რეგიონში ან კონტექსტში მიმდინარე კონფლიქტის დინამიკის გააზრება. ამასთან მნიშვნელოვანია კამპანიის პოტენციური გავლენის შეფასება. უნდა შეფასდეს რისკები, რომ ვიცოდეთ კონფლიქტის რომელი მხარეები იქნებიან ჩართული. მაგალითად, თუ კი კონფლიქტის ერთ ჯგუფს გავრიყავთ, ან პირიქით, უპირატესობას მივანიჭებთ, გარიყული ჯგუფების შესაძლოა პროცესს გამოეთიშონ. მეორე მხრივ, იმ ჯგუფის მიმართ, რომელსაც უპირატესობას მივანიჭებთ, გაღიზიანება გაჩნდება. ეს გარემოებები უნდა გავითვალისწინოთ. ასევე მნიშვნელოვანია კონტექსტის და აუდიტორიის მიმართ რელევანტურები დავრჩეთ. უნდა ვიცოდეთ, რომელ არხებს იყენებენ ადამიანები კომუნიკაციისთვის. აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან, როგორია ციფრული წიგნიერების დონე.
ხშირად საუბრობთ ციფრული ინსტრუმენტების და ციფრული კომუნიკაციის ინკლუზიურ ფორმებზე. თუმცა მსოფლიოში ციფრულ ტექნოლოგიებთან წვდომა ყველას ჯერ კიდევ არ აქვს. ჯერ კიდევ არსებობს რეგიონები, სადაც ადამიანები ციფრულად დაკავშირებული არ არიან. არ გვინდა ეს ჯგუფები გავრიყოთ და ახალი მარგინალური ჯგუფების შექმნას შევუწყოთ ხელი. ამიტომ კარგად ვაფასებთ, რომელი არხები შეიძლება იყოს ოპტიმალური ჩვენი სამიზნე აუდიტორიისთვის. ამასთან, მშვიდობის მშენებლობის კონტექსტში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია მდგომარეობა გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ხომ არ ხდება ჩვენი კომუნიკაციის მონიტორინგი? რა შედეგებს გამოიწვევს აზრის თავისუფლად გამოხატვა ჩვენთვის, ან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენი მესიჯების ადრესატები არიან? ზოგიერთ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ ისინი შეიძლება მოექცნენ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არავინ დავაყენოთ საფრთხის წინაშე. კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თანხმობის ასპექტიც. ჩვენი პარტნიორების და ინფორმანტების თანხმობა და უსაფრთხოება, ისევე როგორც ჩვენი. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან, უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ. სწორედ ამიტომ მათ აუცილებლად უნდა ვკითხოთ აზრი. როცა რაიმე მასალაზე ვმუშაობ, მაგალითად ინტერვიუზე, საბოლოო რეზულტატს ყოველთვის ვაჩვენებ მათ, ვისგანაც ინტერვიუ ავიღე. მინდა დავრწმუნდე, რომ ამ მასალის გამოქვეყნება ამ ადამიანებს რისკებს არ შეუქმნის. Isabel, რამეს ხომ არ დაამატებდით? საინტერესო იქნებოდა პრაქტიკული მაგალითების შესახებაც მოგვესმინა. ხომ არ ყოფილა Swiss PC ასეთ კამპანიებში ჩართული, ან შეიძლება პირადად თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითების მოყვანა? ჩვენი ორგანიზაცია კლასიკურ კამპანიებს არ ატარებს. ყოველთვის ვცდილობდით, რომ ადვოკატირებისგან თავის შორს დაგვეჭირა. უფრო კვლევითი და ანალიტიკური ფოკუსი გვაქვს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. განსაკუთრებით, როცა საქმე ვიზუალურ მხარეს ეხება. მაგალითად გამოსახულებები, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ. როგორც ვიცით, ვიზუალური გამოსახულებები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სამყაროს აღქმაში. ეს ვრცელდება კონკრეტულ ინიციატივებზეც. ვფიქრობ, ჩვენ სფეროში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს კომუნიკაციის ვიზუალურ მხარეს, რადგანაც გამოსახულებებს ჩვენზე დიდი გავლენა აქვს. დიახ, მადლობა. კიდევ ერთი დიდი თემა, რომელსაც მინდა შევეხოთ, ხელოვნური ინტელექტი. მას ხშირად ახსენებენ ისეთ სფეროებშიც, სადაც ხელოვნური ინტელექტი თქოს არ უნდა ყოფილიყო რელევანტური. ჩემი კითხვა შემდეგია: რამდენად გამოსაყენებელია ხელოვნური ინტელექტი მშვიდობის მშენებლობის სფეროს დღევანდელ კონტექსტში? ხელოვნური ინტელექტი ესაა კიდევ ერთ დამატებითი ინსტრუმენტი, თუ მას სიტუაციის შეცვლა რადიკალურად შეუძლია. როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენ საქმიანობაში? რაც ახლა ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან ცვლილებებს გადის. ან შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე შეცვალა ის ფორმები, რომლითაც მშვიდობის მშენებლობის სფეროში ვმუშაობთ. თუმცა ამ საკითხს ორი კუთხით შეიძლება მივუდგეთ. შეიძლება უბრალოდ თვალები დავხუჭოთ იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტის თანმდევი გამოწვევების, რისკების და ნეგატიური ასპექტების გვეშინია. თუმცა ეს აღარაა შესაძლებელი, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ალბათ ყველაზე კარგი გზა ხელოვნური ინტელექტის კრიტიკულად გამოყენებაა. ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ უფრო მეტი ზიანი არ მოიტანოს, როგორც ამაზე უკვე ვისაუბრეთ. როცა საქმე მშვიდობის მშენებლობას ეხება, ხელოვნურ ინტელექტს ხშირად ვიყენებთ კონფლიქტის ანალიზისთვის. დიდი ენობრივი მოდელები კონფლიქტის მონიტორინგისთვის და მონაცემების შეგროვებისთვის გამოიყენება. შესაძლებელია დაძაბულობის პროგნოზირება. ეს სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობისთვის და დიალოგისთვის ახალ სივრცეს ქმნის.
მშვიდობის მშენებლობის სფეროში ჩართული სპეციალისტები ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ. მაგალითად, მესიჯების თანმიმდევრულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ჯგუფისთვის, აუდიტორიისთვის და არხისთვის ერთი და იგივე მესიჯი გქონდეს. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესების ავტომატიზაციაში გვეხმარება. სხვა შემთხვევაში ამაზე მუშაობა ბევრ დროს წაიღებდა. ალბათ ესაა ერთ-ერთი მიდგომა. ხელოვნურ ინტელექტს შეგვიძლია ისეთი მცირე დავალებების შესრულება ვთხოვოთ, რითაც დროს და რესურსებს მოვიგებთ, რათა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმუშაოთ. ასე ვუდგები ამ საკითხს. კიდევ ერთი ასპექტი, რაც სიახლეს წარმოადგენს და სარგებელი მოაქვს სისწრაფეა. ხელოვნური ინტელექტი მონაცემების შეგროვების და მონიტორინგის პროცესს უფრო სწრაფს ხდის. ამით რეალურ დროში შეგვიძლია ინფორმაციის მიღება რთულად მისაწვდომი ან დაკვირვებადი რეგიონებიდან. შესაბამისად, რეაგირებაც უფრო სწრაფად შეგვიძლია. დიახ, ჩემ მხრივ მეც დავამატებდი, რომ აი როგორც იზაბელ თქვენ აღნიშნეთ, ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებთ დისკურსულ და ნარატიულ ანალიზში, ამ კუთხით ჩვენს რეგიონშიც ძალიან ბევრი ცვლილება. ჩვენ ვხედავთ პროპაგანდის გააქტიურებას, განსაკუთრებით რუსული პროპაგანდის და ამ მხრივ ბევრი მესიჯის გაანალიზებაა საჭირო. ამ კუთხით ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად ძალიან გვეხმარება. ამ თემაზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, დღეს ბევრი ინტერესდება ხელოვნური ინტელექტის ეთიკურობის საკითხით. ჩემი შეკითხვა შემდეგია, თუ როგორ აფასებენ ხელოვნურ ინტელექტს მშვიდობის მშენებლობის კონტექსტში, განსაკუთრებით რთულ კონფლიქტურ სიტუაციებში. თქვენ უკვე ახსენეთ ისეთი ასპექტები, როგორიცაა თვალთვალი, მონიტორინგი. ხელოვნური ინტელექტი ადვილად შეიძლება იყოს ბოროტად გამოყენებული. უნდა ვთქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ის ჩვენ ვერ ჩაგვანაცვლებს. მართალია, მის სახელწოდებაში ინტელექტი ურევია, მაგრამ ის რეალურ ინტელექტს არ ფლობს. რაც ახლა თქვით, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი. მიხარია, ზოგიერთი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს. მიმაჩნია, რომ ადამიანის მიერ შესრულებული ანალიზი ყოველთვის იქნება საჭირო, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული სამუშაოს ვალიდაცია მოხდეს. ვფიქრობ, ზოგჯერ ამ კუთხით მოვიკოჭლებთ, ზედმეტად ვენდობით ხელოვნურ ინტელექტს. ის ხომ ძალიან ძლავრია, ასეთ მოკლე დროში გვცემს შესანიშნავ პასუხებს. ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებას აიოლებს, თუმცა ზოგჯერ მის მიმართ საკმარისად კრიტიკულები არ ვართ, თუნდაც მე პირადად. მოგვიანებით ვიაზრებ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად მეც ვარ საჭირო და მიხარია. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას რისკები და ეთიკური საკითხები ახლავს თან. ორ მომენტს გამოვყოფდი. პირველი მონაცემების დაცვას ეხება. ამაზე ხშირად ვფიქრობ, როცა ხელოვნურ ინტელექტს ჩემს პირად ცხოვრებაში ვიყენებ. მე არ ვარ ტექნოლოგიების ექსპერტი ან პროგრამისტი. შესაბამისად, ჩემთვის რთულია გავიგო, რა ტიპის მონაცემებს აგროვებს ხელოვნური ინტელექტი და რა მიზნით. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გაეცნოთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ვრცელ რეგულაციებს, თუმცა მათი გაგებაც რთულია, რადგან ამ სფეროს ექსპერტები არ ვართ. მშვიდობის მშენებლობის სფეროში ძალიან სენსიტიურ მონაცემებთან გვაქვს საქმე და როგორც ვთქვი, მათი ბოროტად გამოყენება ძალიან მარტივია. მაგალითად, ასეთი მონაცემები ზოგიერთ რეგიონში სახელმწიფო აქტორებმა თვალთვალისთვის შეიძლება გამოიყენონ. ამასთან მონაცემების გაჟონვამ შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, თუ ეს მონაცემები ონლაინ გახდება ხელმისაწვდომი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტების შესახებ უსაფრთხოების და მონაცემთა გამოყენების ასპექტების ცოდნა.
ამისთვის თან უნდა გვყავდეს კომპეტენტური პირები, რომლებიც რჩევას მოგცემენ, რადგანაც ჩვენ მშვიდობის მშენებლობის სპეციალისტები ვართ და არა ტექნოლოგიის ექსპერტები. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ალგორითმული პროფაილინგის და ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი მიკერძოებების გათვალისწინება. ხშირად გონია, რომ ტექნოლოგიები ნეიტრალურია, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანები ნეიტრალურები არ არიან, მაშინ რატომ უნდა იყოს ნეიტრალური მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიები? ხელოვნური ინტელექტი მონაცემთა ბაზებიდან სწავლობს, საიდანაც ჩვენთვის დამახასიათებელ მიკერძოებულ დამოკიდებულებებს და სტერეოტიპებს ითვისებს. თუ ხელოვნურ ინტელექტს კრიტიკულად არ გამოვიყენეთ, მაშინ ამ არსებული მიკერძოებების კიდევ უფრო გამყარებას შეუწყობთ ხელს. ეს განსაკუთრებით რელევანტურია კონფლიქტურ გარემოებებში, როცა ძალიან პოლარიზებული საზოგადოება არსებობს. ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტით ამ სტერეოტიპების გამყარებას ვეწევით, რის გამოც საზოგადოებაში უკვე არსებულ პოლარიზაციას ვამწვავებთ. სწორედ ამიტომ ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ კრიტიკული მიდგომით. შემიძლია დავამატო, რომ Swiss Peace-ში ხელოვნურ ინტელექტს ყველა იყენებს, თუმცა თითქმის არ არსებობს შიდა რეგულაციები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ. მაგალითად, რა შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტისთვის მიცემულ ბრძანებაში. უნდა გამოვიყენოთ თუ არა კონკრეტული სახელები და თარიღები. მოკლედ, სად იწყება კონფიდენციალობა? ეს მნიშვნელოვანი საკითხებია. უნდა გვესმოდეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ყველა იყენებს. ამასთან უნდა გავიაზროთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები და რისკები. ყოველთვის უნდა არსებობდეს სივრცეები, სადაც კრიტიკულად მივუდგებით ამ საკითხს და საკუთარი და ჩვენი კოლეგების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას შევძლებთ. ამის მაგალითია შიდა რეგულაციები და ეგრეთ წოდებული ჩეკლისტები, რაც ჩვენს ყოველდღიურ სამუშაოში შეგვიძლია გამოვიყენოთ. დიდი მადლობა ამ დაკვირვებებისთვის და თქვენი მოსაზრებებისთვის. ახლა საუბარი უფრო პოზიტიურ ნოტაზე რომ დავასრულოთ, ხომ ვერ მოიყვანდით რაიმე წარმატებულ მაგალითს, სადაც ციფრული და ტრადიციული კომუნიკაციის ხერხებმა საკვანძო როლი შეასრულეს. ხომ ვერ გვეტყოდით მშვიდობის მშენებლობის ციფრული მეთოდების წარმატებულ შემთხვევებზე მსოფლიოში, ani მაგალითებზე, რომლებშიც მაგალითად თქვენი ორგანიზაცია Swiss Peace იყო ჩართული. არ ვიცი, იცით თუ არა, რომ რამდენიმე წლის წინ Swiss Peace-მა მშვიდობის მშენებლობის ციფრული მეთოდების შესახებ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა. შეგიძლიათ გაეცნოთ. სახელმძღვანელოში თავმოყრილია ის საკითხები, რომლებსაც ჩვენი საუბრის დროს შევეხეთ. სამ მაგალითს გამოვყოფდი. ერთი კონფლიქტის აღმოცენებამდე პერიოდს ეხება, კონფლიქტის პრევენციის კუთხით. მეორე უშუალოდ კონფლიქტის მიმდინარეობის ეტაპს უკავშირდება, მესამე კი კონფლიქტის შემდგომ პერიოდს. მშვიდობის მშენებლობის ციფრული ინიციატივების ნამდვილ ვარსკვლავს წარმოადგენს უშაჰიდი, კენიური პროექტი. კენიაში 2007 წელს არჩევნების დროს ძალადობის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა. გადაწყვიტეს, რომ ძალადობის ინციდენტების დასაფიქსირებლად აპლიკაცია გამოეყენებინათ, რომელსაც უშაჰიდი ერქვა. ამ აპლიკაციის გამოყენებით ადამიანები მომენტალურად აგროვებდნენ ინფორმაციას, რომელიც ძალადობის შემთხვევებს უკავშირდებოდა. ამან უსაფრთხოების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. ამასთან არჩევნების შემდეგი ციკლი უფრო უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. ძალადობის ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. კენიელებმა არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა შეძლეს. ეს ციფრული ინსტრუმენტის წარმატებით გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია. რაც შეეხება კონფლიქტის მიმდინარეობის ეტაპს, შეგვიძლია დავასახელოთ ონლაინ თამაში, რომელიც ყალბი ამბების ამოცნობაში გეხმარებათ და ამ კუთხით ცნობიერებას ზრდის. ესეც მეორე მაგალითი. რაც შეეხება პოსტკონფლიქტურ პერიოდს, რაც ძალადობრივ წარსულთან გამკლავებას მოიცავს, ამ კუთხით ციფრული არქივები და მემორიალები შეიძლება ვახსენოთ, რომლებიც ძალადობის შესახებ მეხსიერების შენარჩუნებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურებიან.
Swiss Peace-ის შესახებ შემიძლია დავამატო, რომ მედიაციის პროცესებში აქტიურად ვიყენებდით ციფრულ პლატფორმებს. ამან შესაძლებლობა მოგვცა პროცესში ჩაგვერთო ის ჯგუფები, რომლებიც მანამდე არ მონაწილეობდნენ, რადგანაც ფიზიკურ გარემოში უბრალოდ ამდენი სივრცე არ არის. ზოგიერთისთვის მოგზაურობა სირთულეს წარმოადგენს ან საფრთხის შემცველია. შესაბამისად, ციფრული პლატფორმების გამოყენება მედიაციის პროცესში საზოგადოების უფრო ფართო ჯგუფების ჩართულობა გახადა შესაძლებელი. ხო. მადლობა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ დაფარეთ კომუნიკაციებთან და მშვიდობის შემოღებასთან დაკავშირებული საკითხების სრული სპექტრი. პოდკასტის აღწერაში თან დავურთავ მშვიდობის შემოღებების ციფრული ინსტრუმენტების სახელმძღვანელოს, რათა ჩვენ მაყურებელმა ამ რესურსის გაცნობა შეძლონ. მარია და იზაბელ, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენ და Swiss Peace.